ახალგე ჯგუფი თბილისი და სიმღერის პრემიერა ნატვრის ხე ეს გახლავთ ჯგუფის ახალი სიმღერა, რომელიც სულ ახლახანს ჩაიწერა სტუდიაში და რომელსაც ჩვენი მაყურებელი პირველად რამდენიმე წუთში მოისმენს. ნატვრის ხე ისევე როგორც ძველი და ახალი ჰიტები შევა ჯგუფი თბილისის ალბომში, რომლის პრეზენტაცია სექტემბერში იგეგმება. ალბომზე მუშაობის პარალელურად ჯგუფი თავისი პირველი სოლო კონცერტისათვის ემზადება. ამ სასიამოვნო სამზადისის შესახებ და სიმღერის პრემიერით ჯგუფი თბილისი კიდევ ერთხელ სტუმრად გადაცემაში ცხოვრება მშვენიერია, მოგესალმებით. დიდი მადლობა მობრძანებისათვის, გამარჯობათ. როგორ ახართ, ბექა? გამარჯობათ, როგორ გზანდებით? ის რომ ესე იგი ჩვენ გადაცემაში უკვე ამ სეზონზე მეორედ ხართ, ესე იგი მეტყველებს რომ ნუ რაღაცა თქვენი პოპულარობა დიდი მადლობა. მახს თქვენი სიტყვებით მახსოვს სხვადასხვა თქვენი გადაცემიდან, რომ ხო და ეს არ არის ახლა შემთხვევითი რომ თქვენ თუნდა დავამსრულოთ ჩვენი მეოთხე სატელევიზიო სეზონი და პრემიერით ნატვრის ხე, რომელსაც სულ რამდენიმე წუთში ჩვენი მაყურებელი მოისმენს. მე რამდენადაც ვიცი თქვენ სექტემბერში ახალი ალბომის გამოშვებისათვის ემზადებით სოლო კონცერტი, მოკლედ არ ხუმრობთ. კი, გეგმები მართლაც დიდი გვაქვს, ეხლაც მუშაობთ, ანუ ალბომზე უკვე რამოდენიმე სიმღერა ჩავწერეთ, დაახლოებით შევა 11-12 სიმღერა და ასევე ვფიქრობთ ერთ დუეტზეც. უკვე გააქვთ თქოთ ეს სიმღერების უმეტესობა ჩაწერილი თუ სიმღერების უმეტესობა უკვე ჩაწერილი გვაქვს, ორი სიმღერა გვაქვს კიდევ ჩასაწერი და ერთი ანუ გეგმაში არის ჯერჯერობით ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს რაღაცა ეს პროექტი განხორციელდება, რომ მარცხილაძესთან გვინდა დუეტის ჩაწერა და ანუ სიმღერას თვითონაც მოისმინა ძალიან გულშემატკივრов, ჩვენი უფროსი მეგობარია, მოკლედ ჩვენ კიდევ თქვენ ისე ძალიან ბევრი გულშემატკივარი გყავთ და ეს ალბათ ძალიან გასახარელია ბუნებრივია ხელოვანისთვის. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ მე მგონი უკვე მზად ვართ რაღაცა ცოტა ისეთი მასშტაბური და დიდი სოლო კონცერტისთვის და როგორ წარმოგიდგენიათ? აი, გააქვთ წარმოდგენილი როგორი უნდა იყოს? დაახლოებით წარმოდგენილი გვაქვს, რაღაცა პროექტზეც გვაქვს ნაფიქრი, ჩვენი მეგობრებიც გვეხმარებიან ამაში, გვინდა გავაკეთოთ რაღაცა არ იყოს მარტო კონცერტი და არ იყოს მარტო მოსასმენად და მარტო ადამიანები არ ისნენ და მარტო მუსიკას არ ისმენდნენ, გვინდა რომ რაღაცა სანახაობაც იყოს. და ამაში ჩვენ მეგობარი გვეხმარება, რეჟისორი თავის მსახიობებით და ასე შემდეგ მოკლედ დადგმული იქნება ეს ყველაფერი და ერთი თბილისური საღამო იქნება. ანუ ყველა ჩვენი სიმღერა სცენაზე გაცოცხლდება, ესე ვთქვათ და რაღაცა წარმოდგენილი გვაქვს, რომ ძალიან ლამაზი იქნება. თუ რაღაცათი ორი თვე უნდა დავალოდოთ და სექტემბერში უკვე დასრულებული იქნება ეს. ანუ მზადება მიდის ყოველ შემთხვევაში ამისთვის და გვინდა რომ დავამთხვიოთ, ანუ ალბომის პრეზენტაციაც იყოს ჩვენ სოლო კონცერტზე. ბიჭებს მინდა ვკითხო, როგორი იქნება ეს ალბომი, თქო, ჟანრობრივად იქნება თუ არა რაიმე რაღაც ცვლილება და ჟანრი არანაირად დაბრკოლებას არ გვიქმნის, როგორც გვემღერება, როგორი მელოდია თავში მოგვივა. ყველა ჟანრის სიმღერა შევა შეგნით. სიტყვას არ კარგავ. ხო, წინასწარ პრემიერას ბექამ გიაღნიშნა აქ იყო ჩვენი და მისის ნახეთ რადიკალურად განსხვავებული არის ამ სიმღერისგან, თუმცა მაინც საერთო შრეხები არის, იმიტომ რომ მაინც ჯგუფს თავისი ხელწერა ყველა სიმღერაში ეტყობა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ჟანრში გვაქვს ყველა სიმღერა გაკეთებული, მაინც საერთო არის. ვფიქრობთ, რომ უკვე თქო ვისაც ერთხელ მაინც აქვს მოსმენილი თქვენი მელოდია, ის თქვენს ხელწერას უკვე სხვა სიმღერებში აუცილებლად ხდებიან უკვე და ძალიან. იქ თუნდაც შესრულების მანერა, ბეკას დასარტყამ ინსტრუმენტზე, თუნდაც ირაკლის გიტარაზე შესრულებული, თუნდაც სოლო, თუნდაც ისე ჩვეულებრივი აკომპანიმენტი, ან თუნდაც კლავიში ჩემი პარტი, ან ფლეიტაც ჩვენ დათუნა, რომელიც ახლა არ არის. როგორ ხდება თქვენ ეს ადაპტაცია თქვენს პროფესიებთან? იმიტომ რომ ყველას თქვენი პროფესია გაქვთ, ყველა სამსახური საქმე. ერთი დათუნა, მოკლედ ფლეიტა ბანკში მუშაობს, მეორე დათუნა ტელევიზიაში. ჩვენ პრინციპში ჩვენი ძირითადი პროფესია ამ საქმეს ვაკეთებთ, ამით შემოვიფარგლებით სტუდიის გარეთაც, ჯგუფის გარეთაც, თუ ცალსალკე რაღაცას ვაკეთებთ, ისევ ამ მუსიკის სფეროში ვარ და ამის ფარგლებს არ ვწდები. რაღაცაით ისე მოხდა, რომ შევაგუეთ, იმიტომ რომ ამის გარეშე იმათაც არ შეუძლიათ ცხოვრება და ამას მე მგონი ის ადამიანები ხდება. ხო, რომ ამის გარეშე არ შეგვიძლია ცხოვრება. განაჩენი არის უკვე ის მარჩევანის ზღვარზე თუ იქნებიან, მე მგონი რომ ჯგუფს აირჩევს. ესე იგი მუსიკა არის ის, რაც თქვენს ცხოვრებას მშვენიერს ხდის. აუცილებლად ესეა. და არც ისე პატარა დრო არის ხა თითქმის 15 წელია უკვე ამ საქმეს ვემსახურებით. ნუ როგორ ჯგუფი თბილისი 2007 წლიდან. ის რო თქვათ უკვე მაყურებელმა ნალა გაგისნათ უფრო მეტად ვიდრე თქვათ გიცნობდათ 6 თვის წინ, როდესაც აი ნალა იწყებდით. რამდენად შეცვალა ამან თქვენი თქვათ ცხოვრება თუ გრძნობთ ამას უკვე? იცით რა, მე მგონი შეცვალა რაღაც მხრივ, იმიტომ რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, უფრო მეც ვფიქრობთ იმაზე, რომ აი რა იქნება მერე. ანუ თუ სიტყვაზე თუ
აი იმ სიმღერებმა გავხადა ესეთი პოპულარულები და ან პოპულარული ცოტა ისეთი საყვარლები რა ჩვენი სპენელისთვის, იმიტომ რომ უყვარვართ ძალიან რა ამ სიმღერას თავის-თავზე საყვარელი ბექაო, ხო ესე იძახიან. არის საყვარელი ბექიაო და სიყვარულზე ყველაზე მაგრად ღერიანო. დიდი მადლობა ამისთვის კიდევ ვისარგებლო თქვენი ეთერის და მადლობას გადავხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ესეთ თვლის და ვისაც უყვარვართ. ამან მოგცათ სითამამე, თქვათ უფრო თავისუფლად იმპროვიზირებთ რაღაცებს, უფრო ცვლით რაღაც ჟანრს, რაღაც. ვიცით რა არის, ამას ყოველთვის ვაკეთებდით, ანუ იქამდეც და ეხლაც და მუსიკალურად ყოველთვის ადამიანები დაიძებოდნენ. მეტ კონცერტზე გამოდიხარ და რაც უფრო პასუხისგებლობაც მოგემატა. ანუ მაგის თქმა მინდა რომ პასუხისგებლობა მოგემატა იმისი რომ ახალ სიმღერებს რო გავაკეთებთ იქნება თუ არა ისეთივე საყვარელი როგორც ძველები და ხوار ანუ არ უნდა დაჩრდილოს ახალი და უნდა იყოს უკეთესი. ესე იგი ეხა ერთი საყვარელი სიმღერის პრემიერა გვაქვს ხო? თქვენი მოდიხარ. რომ მომიყვეთ ამ სიმღერის შესახებ. ძირთად შემთხვევაში ისე ხდება რომ რაღაცა შავ ვერსიას მოიტანს მე ერთად დავამუშავებ რაღაცებს შევცვით ხოლმე და ამ შემთხვევაში პირდაპირ მოიტანა ესე დადო და ეს უნდა ესე გავაკეთო. ეს ასე უნდა გაკეთო. არ შეგვიცვლია. ესე დადო. როგორც ყველაფერი თავში მოფიქრებული ქონდა. აი ნატურის ხეო, ხო? აი ნატურის ხეო და ესე უნდა იყოს. ფილმში პირველად რომ დიდი თოვლი მოვიდა რა წელს. ანუ ყველაზე თბილ ქუჩაზე, როგორც ჩვენ ხშირად ვახსენეთ ზაქარიაძის ქუჩაზე ლამპიონთან ვიდექი და რაღაცნაირად თოვდა რა, არ ვიცი. მე მგონი სხვაგან არ თოვს ეს თბილისში ლამპიონთან ესე რო თოვს, ვერცხლის პატაკაც ისენი რო აქვს. ჩემ გონშიც ეგრეთ, ჩემ ლამპიონთან. ანუ თბილისში ზოგადად. ჩვენთვის არ ვიცი, ამას ესე ვიძახი ხუმრობით რა თქმა უნდა, ყველგან ერთნაირად თოვს, მაგრამ არ ამგონი ხა მთაში და იქ ლამპიონთან ერთნაირად თოვდეს და რაღაცები ვიფიქრე რა, არ ვიცი. რაღაცები მომივიდა, რაღაცა და მე სახში რომ მივედი რაღაცა მელოდიამ შემაწუხა მე რაღაცა ტექსტმა ვერცხლის პლატო თოვდა. სხვადასხვა სხვა სახელი ქონდა, თავიდან დავარქვი ვერცხლის პლატო თოვდა, სანამ ბიჭოს ვაჩვენე ვერცხლის პლატო თოვდა. მე ნატრის ხე უფრო მომეწონა, ნატრის ხე უფრო. ხო, აი, ყველა კი არ ამბობენ რომ საყვარელი ბიჭია, ნახეთ დადგა ზაქარიაძეზე ლამპიონთან ახედა ვერცხლის ვერი თოვლი, წავიდა სიმღერა დაწერა. ფაქტიურად. ეგრე, აი ჩამოყალიბდით როგორც რომანტიკოსი. ჯიმის ბოლომდე არ დავეთანხმები, იმიტომ რომ მაინც ბიჭებმა იმდენად ანუ თავისი შემოიტანეს, მარტო ის არ იყო, რომ კი მოვიტანეს სიმღერა უკვე ყველაფერი თავში მქონდა, მაგრამ ჯიმის კლავიშის არანჟირება იქ და ბასი როგორც აი ეს მამას ვერ შეცვლი, ანუ ვერ ეტყვი მუსიკოს, რომ იცი რა მე მინდა რომ ზუსტად ესეთი დამიყრა და მაგას თუ ეტყვი შეიძლება დადოს გიტარა და წავიდეს. ან ახლა ირაკლიმ სოლო დაუკრა ბოლოს, რაღაცა აღმოჩენასავით ქონდა სტუდიაში, რაც უკრავდით ყველა რომ რაღაცა თავისია რა, იმიტომ რომ მაგას არ შეიძლება ყველაფრის დაწერა. ფათაშორის ძალიან განსხვავდება, უფრო როკის ელემენტები შემოვიტანეთ და სულ არა გამაღიზიანა. ვცდილობთ რომ რაღაცეები სიახლეები გქონდეს და არ იყოს ყველა სიმღერა ერთი დიდი სიმღერა. სიმღერის მოკლე ანონსი ესე შემიძლია რომ გავაკეთო. საყვარელი თბილისის შესრულებული საყვარელი სიმღერა სიყვარულზე, თოვლზე, ოცნებებზე, ნატურებზე და ნუ აი ყველამ თავის-თავი უნდა წარმოედგინოს ზაქარიაძეზე ლამპიონთან ვერცხლის ვერ თოვლში. არ არის აუცილებელი ზაქარიაძეზე ნებისმიერ ქუჩაზე შეუძლია წარმოედგინოს. ხო, მაგრამ ყველა ზაქარიაძის ლამპიონი გახდა რომ ისე ხატოვნად აღწერეთ ახლა რომ მოკლედ. სვანაი ლამპიონი. ანთაში ზაქარიაძეზე ვიკრიბებით ლამპიონს. აუცილებელი. პირველად რომ გათოვდება ყველა იქ. შევთანხმდით. მაშინ ასე ცხოვრება მშვენიერის მეოთხე სატელევიზიო სეზონს ასრულებს ჯგუფი თბილისი სიმღერით ნატრის ხე. და ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ყურადღებისა და თანადგომისათვის და მომავალ ახალ სატელევიზიო სეზონამდე დაგემშვიდობოთ. რა თქმა უნდა შევხვდებით საინტერესო სტუმრებითა და ამბებით. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და დროებით. ლამპიონთან ვერცხლის ვრად რომ თოვდა თბილ ქუჩაზე ციოდა შენი ხვა მათქოვდა ეს ხადი იყო თუ სიზმარი არც ერთს არ გვახსოვდა ჯადოსნური ღამე იყო და ვერცხლის ვრად თოვდა მე გაჩუქებ ივრის დასახეზე ღიმილს შენს პანჯრებთან მოვიყვან იმ ღამინდელ თოვას შენს თმებს როგორც სიმებს მე ნაზად ვახებ თითებს
დავერცხლის ფერფიქებს გამოვადამ ფიქრებს შენთან მოსასვლელს მე ვერ პოულობ გზებს მე ავაშენებ გემს და გადავცურავ ზღვებს მე გავშლი ფრთებს და გადავუფრე მთებს შემოვივლი დღეს ვიპოვნი ნატრის ხეს მე გაჩუქებ ფერებს და შენთვის დამღერ ბგერებს უშენობით გამოც ვეღარ უძლებ დღებს შემოვივლი დღეს ვიპოვნი ნატრის ხეს და ერთ ოცნებას ალბათ ამიხდეს შენთან მოსასვლელს მე ვერ პოულობ გზებს მე ავაშენებ გემს და გადავცურავ ზღვებს მე გავშლი ფრთებს და გადავუფრე მთებს შემოვივლი დღეს ვიპოვნი ნატრის ხეს Fara-no შენთან ვსხო მე ნატრის ხეს Fara-no შენთან ვსხო მე ნატრის ხეს შენთან ვსხო მე ნატრის ხეს